ორი საკითხია ტრამპის მტერი ახლა არის პრინციპში დრო, იმიტომ რომ ის რაც მას უნდა, მეტნახე მას წარმატება აქვს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ ჯერჯერობით ესეთი მნიშვნელოვანი წარმატება საგარეო პოლიტიკაში, ხოდა ესაც აღიარეთ რომ არ ქონია. იმის დაპირდა მშვიდობას და რეალურად რასაც აკეთებს პუტინის ჯერა და ეგრეც არის რომ პირიქით რაც უფრო დრო გადის ეს თამაშობს რუსეთის სასარგებლოდ, ხო? ამიტომ ის ბიზანტიური დიპლომატიით, ხო? ის პასუხობს ორაზროვანი პასუხი ისინი აქვს, ხო? მე მშვიდობა მინდა, მაგრამ არის დეტალები, ხო? ესეთი პრინციპი აქვს პუტინს. მეორე ჩვენ ხედავთ ზელენსკი იმის მიუხედავად რომ ეხლა ჩვენ ნახეთ რომ კურსკის ოლქში ფრონტი ჩამოიშალა, ჩვენ ხედავთ თელრიგ, ესე იგი სირთულეებს უკრაინისთვის თვითონ ზელენსკისთვის ამას აქვს ეგზისტენციური საკითხი რომ ომი არ დამთავრდეს. რა თქმა უნდა. ამიტომ ზელენსკის თავრობის მიზანი არის რომ ტრამპმა ვერ მოახერხოს შვიდობის დამყარება. ვერ მოახერხოს და ის რაც მოხდა თვეს სახში, ეგაც იყო ერთ-ერთი ნიშანი რომ პროვოკაცია. ხო, არ წამოვიდოდა მშვიდობას. ეს იყო ერთ-ერთი ნიშანი რომ არ წამოვიდოდა მშვიდობას. ანუ ზელენსკის ინტერესი არის ომი გაგრძელდეს უკრაინაში. რაც პრინციპში ტრამპის ინტერესს პირდაპირ ურტყავს, გარკვეულწილად. კი შეიძლება უკრაინის გარეშე მოხდეს ხელშეკრულება, მაგრამ ამ ხელშეკრულების დაცვა უკრაინის გარეშე ვერ მოხდება. ანუ უკრაინა უნდა იყოს ჩართული მინიმუმ იმაზე რომ მშვიდობა როდესაც დამყარდება, ეს პირობები შეასრულოს. ამიტომ ზელენსკის ყავს ახალი ბოსი, ახალი პატრონი, ეს არის ევროკავშირი. ხო, ეხლა ევროკავშირს რაც შეეხება, ევროკავშირი აი ძალიან საინტერესოდ იქცევა. ერთი უკვე თქვი რომ რადიო თავისუფლება და ესე იგი ამერიკის მიიწება კი ბატონო. თქვა თვითონ დააფინანსებს. მეორე ჩვენ ხედავთ რომ აბსოლუტურად ანტიტრამპულ პოლიტიკას, იდეოლოგიურ პოლიტიკას ეწევა, თუნდაც ეხლა იმ დროს როდესაც ტრამპმა განაცხადა რომ ორიგენდერია და აკრძალა პრინციპში მოზარდებისთვის სქესის შეცვლა, საფრანგეთმა მიიღო კანონი, სადაც 16 წლის ადამიანებს, პრინციპში არასრულწლოვანებს აქვთ უფლება სქესის შეცვლის. მაგრამ ეს ერთი იდეოლოგიური ნაწილია. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენ ხედავთ რომ როგორ პრობლემებს უქმნის პროტრამპისტულ რაღაც ძალებს ევროპაში. რუმინეთი იქნება ეს, ეხლა სერბეთი იქნება, უნგრეთში ვერ ახერხებს ამას ეს დათელია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში ევროპელების თვალით დანახულია როგორც ესე იგი ტრამპისტული რაღაც ქვეყანა, ქართული ოსებას დანახულია როგორც მტერი, ამიტომ ტრამპი არის მათთვის მტერი. შესაბამისად ის ვინც ბაძავს აყვება ტრამპს რიტორიკაში და ჩვენ ხო ავყევით სუვერენიტეტზე დავიწყოთ საუბარი და სხვა იმაჯზე, ევროპისთვის, ევროკავშირის ბიუროკრატიისთვის ეს იყო მტრული ესე იგი ნაბიჯი. და ბუნებრივია რომ ეს ამ ევროპა ამერიკულ დაპირისპირებაში აღმოჩნდით, ამ პროცესში აღმოჩნდით. ეხლა რაც შეეხება მნიშვნელოვანი მომენტს, ეხლა ბევრი იწერება ერთ რამეს, რომ თვითონ ევროპელებს არ აქვთ ეს პასიონარული აქ დაკარგული. ომი არ უნდა, ობიექტურად ომი არ უნდა. იმის მიუხედავად რომ ისინი იმუქრებიან, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ ერთ ძალიან საინტერესო მომენტს. ისინი აფინანსებენ ჩვენთვის ძალიან ესე იგი გასაკვირვად ექსტრემისტ მუსულმანებს. სირია იქნება ეს, თუ სხვა ესეთი ქვეყნები იქნებიან, აფინანსებენ ესეთ ძალებს. და როგორც იმას შვევია, ვენეციას თავის დროზე ვენეცია არ იყო ბიზანტიური დიპლომატია და იყო აი რაზეც შენ თქვი ბრიტანული ესა ვენეციური დიპლომატიის რაღაც გაგრძელება, ხო? ეს არის რომ ესე იგი შექმნას ისეთი ქაოსი და ამ ქაოსში გეოპოლიტიკური ზონა მოიპოვოს. კი, ვენეციას ჯარი არ ყავდა. ვენეციას არ ჰქონდა ბანკი ჰქონდა. მაგრამ მას ჰქონდა ბანკი და ესე იგი ინტრიგები. და ვაჭრობას ფლობდა ძალიან კარგად და შესაბამისად ვაჭრობის გარდა მე დარწმუნებული ვარ ყველა ვენეციელი ვაჭარი მზვერავიც იყო და მარკო პოლო იყო ერთ-ერთი პირველი აგენტი. ამიტომ რაც არ უნდა საინტერესო იყოს, ჩვენ ხედავთ ესეთ რაღაცას, რომ ყველაზე ისეთ ძალებს, რომელსაც უნდათ ომი, რომელსაც უნდათ ქაოსი, რომელსაც უნდათ რაღაც ესეთი დესტრუქციული ძალები, რატომღაც მათ უკან ადრე იყო USAID-ის დაფინანსება და ეხლა ესეთი შტაბეჭდილება არა პრინციპში სირიის მაგალითზე ეგ არ არის მარტო შტაბეჭდილება, ესა ფაქტი, ხო? ხედავთ რომ ევროპა მაიღო ეს როლი, ესეთი ძალების დაფინანსების. ოღონდ ევროპამ როგორმა ევროპამ? აი ბიუროკრატიულმა ეს რომელსაც თვითონ აქვს გარკვეული საფრთხეები უკვე.